ახლა ვნახე დოლარის ინდექსი არის 98 და 88. დილით იყო 98 და 55, ესე იგი მოიმატა, ეს ცუდია კრიპტოსთვის. ასევე ვნახე ნავთობის ფასი და გადაცდა $100. სავარაუდოდ რაღაც საბრძოლო საომარი მოქმედებები ან განახლდება, ან განახლდა, ეს უცნობია, მაგრამ ამას ყველაზე პირველი იგებს ხოლმე ნავთობი და შესაბამისად შემდეგ მისდევს სხვა პროცესები. ბიტკოინის ფასი 76,200-მდე ჩამოვიდა. ანუ ზრდის ტრენდი იყო, ორჯერ შეიცვალა ეს ტრენდი, ჯერ იყო დაბალი, შემდეგ გახდა მაღალი და ეხლა ისევ დაბალზე ჩამოდის, ანუ ქვემოთ ჩამოდის და სავარაუდო მიზეზები ეს არის და შესაბამისად სხვა ალტკოინებიც შემდეგ აყვებიან ხოლმე $. ეს ბიტკოინს. აქედან დასკვნა უნდა გავაკეთო, რომ ბაზარი ეხლა არა კორექციებში, არამედ ქვემო ტრენდში გადადის და გაუფრთხილდით თქვენს ესე ვთქვათ შესყიდულ კოინებს, თუმცა სანერეულო არ არის, იმიტომ რომ მე მაგალითად დაცული მაქვს, თქვენს ალბათ დაცული გაქვთ სტოპ-ლოსებით. ეს ცუდია, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, მაგრამ ეს არის დროებითი მოვლენა, იმიტომ რომ ომი მუდმივად არ იქნება, ასევე არ იქნება დოლარი სულ ასეთი ძლიერი. დაველოდოთ მოვლენებზე, კიდევ ერთ ფილს ჩავწერთ, თუ ეს იქნა საჭირო. მადლობა.